ცირა ყურაშვილის პოლარული ვარსკვლავი მოზარდებისთვის განკუთვნილი საკითხავი წიგნია და ის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს, რათა მათ მწერლის მიერ აღქმული სამყაროს მშვენიერება დაანახოს, რომელსაც ყოველთვის გაფრთხილება სჭირდება. პოლარული ვარსკვლავი ზესტაფონელ წარმატებულ მოსწავლეთა ნაწილს ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა რობერტ ჭუმბაძემ საჩუქრად გადასცა. სიხარულია, როდესაც ბავშვებს არა მარტო ეხლა თელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს როდესაც ეხმარები და იმის თვალებში გამწყინებულ სიხარულს ვგზნო, ორჯერ მეტად მე ვარ მასში გახარებული. ეს იდეა თოდომ მეერკვილიშვილმა ახლა მომაწოდა, რა თქმა უნდა დავტახდი და ყოველთვის ვიქცევი ბავშვების გვერდში. ეს ჩემი ცხოვრების საერთო და ასე ვაგრძელებ და ასე ვიქცევი ყოველთვის. ამ ტიპის საქველმოქმედო საღამოს მოწყობის ინიციატორი, როგორც ორგანიზაცია 100 ქართველი ქალის ხელმძღვანელი გვეუბნებათ, შემოქმედი დოდო მერკველიშვილია და ის მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და მოტივაციის მიზნით დაიგეგმა. პროფესიონალი ქალები ზესტაფონს და ქალთა ორგანიზაციას უამრავი ყავს, მაგრამ მათ შორის კაშკაშა ვარსკვლავი არის დოდოჩი მერკველიშვილი და სწორედ დოდოჩის ინიციატივით დღეს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება. პოეტ ცირა გელაშვილის საბავშვო წიგნს ბატონი რობერტის სპონსორობით დღეს ჩუქნით ქალაქის გამორჩეულ წარმატებულ მოსწავლეებს. წიგნების გადაცემის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებსა და ქველმოქმედ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს და ბავშვებს წიგნთან კიდევ უფრო მეგობრობისკენ მოუწოდეს. ღონისძიების დასასრულს საბავშვო მუსიკალური თეატრის სტუდია იმერეთის მარგალიტების მიერ, რომელსაც დოდო მერკველიშვილი ხელმძღვანელობს, მხატვრული ნომრები იქნა წარმოდგენილი.